აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მიერ 2023-2024 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გამოყენების ეფექტიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ კომიტეტის წევრებს ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტებისა და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ დეტალური ანგარიში წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტი სრულად მორგებულია იმ პროგრამებზე, რომლებიც ემსახურება დევნილი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, აფხაზეთის თემატიკის აქტუალიზაციასა და შერიგების პოლიტიკის ხელშეწყობას. კომიტეტის თავმჯდომარემ თამას ხუბუამ ისაუბრა დამატებით საბიუჯეტო ასიგნებების გამოყენების შესაძლებლობაზე და აღნიშნა ცენტრის საქმიანობის განსაკუთრებული მნიშვნელობა აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციისა და ეროვნული მეხსიერების შენარჩუნების პროცესში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოუბაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე ბეჟენ ნემსაძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში მქონდა მოსმენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით. ჩვენ მუდმივად ღია ვართ, რადგან ცენტრი გამჭვირვალედ მუშაობს და ყველა თეთრი არის მაქსიმალურად მიმართული იმ პროექტებზე, რომელიც ემსახურება დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობას იმ აქტივობების შესახებ, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა და უმაღლესი საბჭო დევნილი მოსახლეობის საკეთილდღეოდ ახორციელებს. ჩვენი ცენტრის ძირითადი მიზანია ნდობის აღდგენა და შერიგების პოლიტიკის ხელშეწყობა და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია გაძლიერებულები ვიყოთ მაქსიმალურად, რათა უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ საქმიანობა. საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მოსმენა იყო უმაღლესი საბჭოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის გეგმიური საკითხი. წლის დასაწყისში დავგეგმეთ, ცენტრს განეკუთვნება განსაკუთრებული ადგილი დევნილ სახელმწიფო სტრუქტურებში. ეს მიმართულია აფხაზეთის პრობლემატიკის ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ საინფორმაციო უზრუნველყოფის საქმეში გადამწყვეტი როლით და ჩვენ გვაინტერესებდა ის საბიუჯეტო სახსრები, რომლებიც დელეგირებული ჰქონდა 2023 წლიდან მოყოლებული დღემდე საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს. ჩვენ უსურვეთ კოლექტივს შემდგომი წარმატებები და ეჭვი არ გვეპარება, რომ იმ ფერხულში, რაშიც ჩართული არის აფხაზეთიდან დევნილი სახელმწიფო სტრუქტურები, აი ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელ უწყებას, დაწესებულებას, რასაც ქვია საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი, განსაკუთრებული ადგილი შემდგომშიც დაეთმობა.